ასიმილაციის არაწფევი პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება. ასე ეწოდება სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე დოქტორანტმა მაია ჩაკაბერიამ წარადგინა. ნაშრომის დაცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სხდომა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ასოცირებულმა პროფესორმა ჯემალ ანთიძემ გახსნა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების პროფესორი თემურ ჩილაჩავა გახლავთ. ოჩამჩირელმა მაია ჩაკაბერიამ ბრწყინვალედ დაისვა სადოქტორო დისერტაცია. თემა ძალიან აქტუალურია, ეხება მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელებს სოციალურ სფეროში. და სოციალური სფეროდან ყველაზე აქტუალური არის ასიმილაციის პროცესები და ძალიან საინტერესო მოდელები იყო წარმოდგენილი. ეს ეხება ორხრივ ასიმილაციას, გარკვეული ერებისა, გნებავთ ავტონომიური წარმონაქმნის და ორდონიანი ასიმილაციას. დღეს, როცა ქართული ენა ფაქტურად გამოდევნილი არის აფხაზეთიდან, აფხაზური ენა განიცდის ორმხრივ ასიმილაციას. და ჩვენ მკაცრად დავამტკიცეთ, რომ თუ დემოგრაფიული ფაქტორი აფხაზური მოსახლეობის იქნება უარყოფითი, ეს იცი დემოგრაფიული ფაქტორი დაბადებულთა სხვა ნაკლები იქნება ვიდრე გარდაცვლილთა, მაშინ არავით არის შანსი აფხაზური ენის შენარჩუნების არ არის. სანამ ქართველები ვიყავით აფხაზეთში, აი ამ ორდონიანი ასიმილაციაში, რომელსაც განიცდიდა მართლაც აფხაზური ენა, იქ გადარჩენის შანსი მათ მეტი ქონდა. ძალიან საინტერესო თემატიკა, ზოგიერთი ნაშრომი, რომელიც გამოაქვეყნა მაია ჩაკაბერიამ, უკვე ციტირებული არის დაახლოებით 11-12 ციტირება აქვს თვითონ ნაშრომს და ეგ თემატიკა, როგორც ადრე ჩვენ წარმოადგენთ ინფორმაციული ომის თემატიკა, ამ თვალსაზრისით ნოუ-ჰაუ არის. სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ექსპერტებმა და რეცენზენტებმა ისაუბრეს მაია ჩაკაბერიას მიერ წარმოდგენილი ნაშრომის შესახებ, რომელსაც მნიშვნელოვანი და აქტუალური უწოდეს. თავად ნაშრომი ძალიან აქტუალური არის თემატიურად და მინდა გამოვყო განსაკუთრებით ის მომენტი, რომ აი მაია ჩაკაბერიას ხელმძღვანელი თემური ჩილაჩავა ისე თემატიკას ეხება, რომელიც აი სწორედაც რო უპრიანია იყოს გამოტანილი წინა პლანზე, ასიმილაცია, დემოგრაფიის საკითხები, საინტერესო მათემატიკური მოდელებია, დისერტაცია მართლაც რომ იმსახურებს აი ძალიან დადებით რეაქციას თითოეული ჩვენგანისაგან და მეც ასეთი რეცენზია წარვადგინე. მიხარია რომ სოხუმის უნივერსიტეტში ეს დაცვა შედგა. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მაია ჩაკაბერიას ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. დღეს მართლაც შედგა ჩემი ხანგრძლივი შრომის ესეთი დაფასება და შედეგები იქნა აღიარებული. რასაკვირველია თემატიკა, რაშიც მე დავიცავი, საკმაოდ ისეთი აქტუალურია დღევანდელი დღისთვის. ეს არის ასიმილაციის და ზოგადად დემოგრაფიის პრობლემები. დღევანდელი გლობალიზაციის ეპოქაში ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და ჩვენ ძალიან საინტერესო გზები მოვნახეთ, უпростоრეთ მათემატიკურად და კომპიუტერულად გავთვალეთ სხვაფერი. იდეა ეკუთვნის ჩემს ხელმძღვანელს, პროფესორს ბატონ თემურ ჩილაჩავას. იდეა მართლაც ერთობ საინტერესო იყო. მისი დიდი 8 წლის დაშრომის შედეგია, რომ ჩვენ მივიღეთ რაღაც გარკვეული შედეგები, მოახდინეთ აი ამ პრობლემის გადაჭრა გარკვეული მათემატიკური მოდელი შევქმნით. საკმაოდ აქტუალურია და ძალიან ბევრ ქვეყანას, ბევრ პატარა სახელმწიფოს და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს აწუხებს ეს პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პირველ რიგში ჩემს ხელმძღვანელს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს პროფესორ თემურ ჩილაჩავას, ჩემს კოლეგებს, სადისერტაციო საბჭოს, ჩემს მეგობრებს და ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვინც ესე გვერდში დამიდგა და ეს ჩემი შრომა ესე დააფასე.